ეს არის მოკლედ ლეგენდარული ბერლინ ლეგენდარული ირაკლი გაფრინდაშვილი, ლეგენდარული ბერლინის კედლის ფრაგმენტი. საოცრებები რო კიდე გარშემო. ყველაფერი არის პია. და შენ ამის ნათელი მაგალითი. თუ რას აკეთებ საერთოდ? ან სანდრო გამომყავს ბაღიდან ან კიტა და ვიკენდზე ჩემთან არიან ბავშვები. ცხოვრობ მათით და რა ჩანთარია რა და ეს ამაში ჩაეტია ჩემი ცხოვრება ეგრე გამოვიდა. შეიძლება ნახვა? ჯერო ხედებ. მაიტავა? იაფ დაბა. მაჩვენი რა გიდებს? მოგეთ ისე მინდა განვითარდეს მომავალში სათიბე, როგორც განვითარდებოდა მაგათი არ გადასახლების შემთხვევაში. ეს ამბავიც მაგას ემსახურება. ეს რომელი მიწაა მე რომ თავაზობდი? ანუ ქარის წისქვილს დგამ ჩემ მიწაზე, ხო? შენგან დამოუკიდებლად ქარი როცა იქნება, ესენი მოძრავებენ მუდმივად. და მუდმივად მოყვებიან ამ ამბავს. სათიბე ბერლინიც დავაარსეთ უკვე. სავიზიტო ბარათი დაენარა ხალხო აი ამაზე როგორ უნდა. არა, ენდეთ. გერგე ხო დამტკიცებული გა. შენც გეგონა რომ ბიჭო მეც უკვე ცოტა პირამიდას ვაკეთებდი. მეთქი რაღაცა ხო არის ხიმანდრა. ლაპარაკობდი ანთებული იმაზე თუ რა მინდოდა აქ ამაკეთებინა და უცებ გვეუბნებიან რომ ბოდიშით, მაგრამ ნებართვას ვერ მოგცემთ. What? ანუ 120 ადამიანი შევკვიდი რომ ვიცხოვრებთ აი აქ 64-ში. დაბნეულობას იწევს ჩემში რომ სოფლიო უსაფრთხოება შენ გებარა. კოსოვო. იჯეკი და ხმით ტიროდი საკუთარ თავს. საუცველობის განცდა მიწრობს, როცა წარმოვიდგენ რომ ბიჭიკო ხარ უდიპლომოსას იზოდა. ზუსტად. მოიძე მონასტერში იყავი მართლა? მართლა. იმიტომ რომ გაბრაზებული იყო. იმიტომ რომ გაბრაზებული იყო, ჩემს სახში არ მიშვებდნენ. მართლა სახში არ მიშვებდნენ. ცხოვრების აკადემიაში მაქვს ჩაბარებული მონასტერში. მონასტერში მომივიდა უწყისი. იქ მოგივიდა? იქ მომივიდა უწყისი. ვა, რა ხდება? ჩემი დანახვა უხარიათ ალბათ ესეზე. დავიბადე ამ ადამიანწელი და არ დაიწყებდი, იმიტომ რომ თუ მაცდი. იცი რომ გასაგებია შენი გადაცემა, მაგრამ თუ მაცდი. რა გეყენა დესკტოპზე? მინდორი, ხო? მინდორი. და მე მაგ მინდორში დავიწყე ცხოვრება. ეს ჩემი შექმნილი პროდუქტია, ვინც არ იცის. დათო, ჭვილო, გამოდი, დამიჯერე ცოტა ხანი. არაფერი არ დაიჯეროთ, რაც აკამხილა, ხალხო. სუტყუილი ყოფილა, ანუ ჩემ თვალწინ იტყუებ. ბროლიც ბუთი იცნობდნენ მარტო რა. მართლა კარგი გამოვა ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ რამდენიმე ისეთი გულწრფელი ეპიზოდი იყო რა, რომელიც ხელობას ძალიან ჭირდება ის ტექნიკა, რასაც შენ ფლობ. ასე ვახოთ ერთმანეთი. ეგეთ იდეები ალბათ ძალიან შორეულ ბავშვობაში იბადებათ. ყველაფერი იწყება ოცნებებით, რომელსაც ხელი არ უნდა შეუშავა. ბიჭო, ეგრეა ხო ცხოვრება. კაი, რაცევლები მომადიდე. უნდა და დღეს აი გავფუჭებულიყავი. მაგრამ მაინც გავფუჭე. ბიჭო. ეგ არ არის გაფუჭება. აუ. ის მე მგონი მოდის. იმაზე რთულად არის საქმე, ვიდრე მგონია რა აქ გადაკიდებული. ესე? დარწმუნებული ხარ რომ მე მელოდება? ნატუნას კამერა ჩაურთავს იქ და მოყვება. შენც არ უცნაურია. რა უცნაურია ცხოვრება. რატო არის? ესე რატო მოძრაობ, რომ კარგად იმას ხნას რა ქვია დაგინახოს საზოგადოება? ბებერო. მაგრეთე? ბებერო ესეთი მიმართვა გქონდა ოდესმე? რა შვებიე? სულ მგონია რომ სტუმარმა გადაგაგდო და მაგიტო არა აქ. ბიჭო, სიმართლე ეგრეც არის. გამარჯობა მე. არა, კაი ეხა ნუ იმას ვიზოთ. რამდენი ხნის წინ შეგითანხმე? 3-4 თვე, 5? აქ რო ჩამოსულიყავი არ დავიჯერებდი. ეს შენია, ეს ჩემი დილის რუტინა არის. ბიჭო, იმედია რომ ძალიან ბევრია შეგიძლია, იმიტომ რომ მისშა, იცი ეგეთი კორეული. არა.
ხო იცი კორეელები ძალიან წინ არიან სახის მოვლა,ში ამბობენ. არა ეს არის ხელის. მე მიმაშვება ხოლმე რა. ისკედება ხელები? ბიჭო ზამთარში, ადრე მხოლოდ ზამთარში. ხო და აქ ჩერდებით ხოლმე ჩვენი მეგობარია ირაკლი, რომელიც აქ მუშაობს წლებია და დავმეგობრდით და ეს არის ძალიან საყვარელი რაღაც, ანუ საქათმე არის მოწყობილი. ირაკლი, წეგან გავამხილე შენი ისა. ქათმები რო არ გაკვირვებს. აბატონო ირაკლი, წეგა რო გეუბნება. სალამი ირაკლი. ირაკლი. ჩემთვის სადაც ძალიან სასიამოვნო. ბიჭო, ანუ უამრავი ის არის, სტენსილი, ხო ალბათ ამას. აი ბრეჟნევის კოცნასთან მუდმივად რიგი. აი დაახლოებით ისეთია, როგორც ჯოკონდათ მონალიზა ლურში, საოცრებები რო კიდე გარშემო. ყველაფერი არის პიარი. და შენ ამის ნათელი მაგალითი. ეს არის მოკლედ ლეგენდარული ბერლინის შენ ლეგენდარული ირაკლი გაფრინდაშვილი, ლეგენდარული ბერლინის კედლის ფრაგმენტი. გადასარევი ამინდი დაგვემთხო. მართლაც რა. მე მოდი თბილისში ბევრად ვიცივა, ვიდრე ბერლინში. თბილისში დღეს ცივა, ხო? აღარ დადგა. უწუნებდნენ. არც გაზაფხული და არც ხალხის გაზაფხული. ხო. არა, ერთიც დადგება და მეორეც აგერ ნახავ. აგერ მე და აგერ შენ. ბიჭო, დასეირნო ბერლინში თუ სახში ხარ? თუ რა საკეთებ საერთოდ? ცხოვრობ და ესეთი შვიდ რუტინაში ვარ რა, დილით გერმანული, მე ან სანდრო გამომყავს ბაღიდან ან კიტა. ცოტა ხანი მათთან ერთად ვატარებ დროს. ზამთარი ცოტა რთულად გადავაგორე და როგორც იქნა გამოანათა და ეხა ისევ დაუბრუნდი გარეთ სეირნობის და ქალაქის მოჩენის იდებულ დღეებს და ვიკენდზე ჩემთან არიან ბავშვები. და ძირითადად ცხოვრობ მათით და მათთან ერთად ცხოვრებით. ენერგიებს ვიღებ, კი, რაც მაკლია, ვცდილობ რომ მაგით დავაკომპენსირო. გერმანულში როგორ ხარ? წაიწიე წინ? მომბრუნებულ გერმანელს გავაქცევ. პირიქით ხო? მე ენებს ვერ ვითვისებ. მეც ძალიან ინგლისურიც კი არ ვიცი და ჯერ რა მისიითაც ჩამოვედი, მაგ მისიას ბოლომდე ვერ ვასრულებ, რომ ის ამბავი მოუყვე. აი გამართული გერმანულით რა ამბავსაც რაც ჩამოიტანე ეს გინდა. კი. რა ჩანთარი რა დაგაკაფის. ამას ჩაეტია ჩემი ცხოვრება ეგრე გამოვიდა რა. ჰობით და მე მეგონა რომ აღარ კითხე, ანუ მეგონა რომ ხატვა დაიწყე და მოლბერტიან რაღაც. არა, ჩემი სახელოსნო მაქვს იქ მოწყობილი. ანუ ნებისმიერ ზღვისპირა ქალაქში შემიძლია აი ამით პატარა ჩანთით. რაღა პატარა. ხო, რაღა პატარა, რა გითხრა. რა გიდევს მათ? სათიბეს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ქარის ქვირზე შექმნილი რაღაცა ამბავი, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და რომელიც მე რაღაცა ანიმაციად ვაქციეთ და რა ამის მოყოლაც გინდა მოკლედ. რა ამის მოყოლაც მინდა გერმანულად, ხო. ის არის შეიძლება ნახვა? ჯერა ხედებ. მაიტავა? მეტაბა. შენ დახატულია? არა, ჩემი კარნახით დახატულია ომარ ქელბაქიანის. ომარს ვიცნობ, იმაში გავიცანე. ომარი შეკრილია ეს ჩანთაც. ეს რაღაცა ძველი ცხენის უნაგირი ვიყიდე, ფრანგული და არ გამოდგებოდა მოკლედ ის. უნაგირად არის ვაკეთე და მე ეს დავშალეთ და ეს უნაგირი ეს ნაწილია რომელიც ცხვირზე უმაგდება ცხენს, ესენი გვერდებზე და მოკლედ ამ ყველაფერთან ომარმა ეს დიდებული ჩანთა შემიკერა, რომელიც არის დურგლის ჩანთა და რომელშიც არის ჩემი ინსტრუმენტები და ამ ჩანახატების მოდი ერთი მაჩვენე, ისეთი ის გაუკეთე რა ქვია, რეკლამა. Yap, daba. No problem. ჩაიარონ და ავი ხა ამეკიდება მეც ეს ნახვამდის და ნახვამდის მე აღარ მოვალ. ბიჭო, არა, არის ჩემი აზრით ძალიან დაუფასებელი მუსიკალური კოლექტივი საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ხალხია. რაღა დაუფასებელი? მაინც დაუფასებელი რა. მე ეგრე მგონი, იმიტომ რომ ნახვამდის არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა, რომელსაც მე ზოგადად ჩემებული რომ ხო არა გვემშვიდობები. მაჩვენე რა გიდევს? არა. კაი, მიდი. ძალიან მთხოვე, მიდი. როგორ ჭეშმარიტ მასონს? რა არის? ფარგალია? დიდი ფარგალია? რა არის მაჩვენე? ხო, სადურგლო ინსტრუმენტებია ჩემი. ამაზე არ გიჭერენ აქ?
სროკი არ არის ამაზე? ტაბელური. ნებართ. გაფორმებული. ეს არის ამბავი. ბატონო დავით. მოიცა ეწამს ეს დაუკეცო. სამი არ ეს არის გასწორებულია. თუ ეგრე უნდა იყოს ერთი მაღალი, ერთი დაბალი. მოგეთ ამბავი რომ მოგიყვე, სათიბეს კეთება რომ დავიწყე და მე ისე მოხდა რომ განაშენიანების გეგმა მოითხოვა სახელმწიფომ და მაგისტრის მომიწია დროის დაკარგვა. ამ დროს თვად ფუჭათაც არ ჩაუვლია, იმიტომ რომ ამასობაში რაღაცნაირად მოვიფიქრე რა შეიძლება ყოფილიყო სათიბეს განვითარების კონცეფცია და უცებ მივხვდი რომ ერთ რეგიონში ვართ ორბეთი და ასურეთი. ანუ ასურეთი იგივე ელიზაბეთალი, სადაც ერთი საუკუნე წინ გერმანელები ჩამოსახლდნენ. და სტალინის რო არ გადაესახლებინა ისინი და დარჩენილი იყვნენ ასურეთში, აი ხო ბუნებრივად მოხდებოდა ის რომ მათი განვითარება ჩვენსკენაც წამოვიდოდა და რაღაცნაირად საერთო ვიზუალური თუ რაღაცა ეს გაცვლა მოხდებოდა ამ ყველაფრის და ისე განვითარდებოდა, მოგეთ ისე მინდა განვითარდეს მომავალში სათიბე, როგორც განვითარდებოდა მაგათი არ გადასახლების შემთხვევაში. ეს ამბავიც მაგას ემსახურება. ეს იდეა ქარისტისვილის დიდი ხანი. ეს არის ქარისტისვილი იდეა, ხო, რომელიც მინდა რომ ამ გადასახლებულ გერმანელებს მიეძღვნას და ერთი წამი ეს საპურესადაც არის, ეხლა ის ეს საპურესადაც არის, კი, ანუ ეს ორი უკვე აშენებული მაქვს, ეს გორაც სათიბეს საკუთრება არის და აქ აშენდება ქარისტისვილი. ეს რომელი მიწაა, მე რომ თავაზობდი? კი, შენ რო თავაზობდი, $5 რო გეხოთებოდი და რომ მითხარი რომ არა, ეხა ამის ფული არა, მაგრამ ღარიბი ვარ. ანუ ქარისტისვილს დგამ ჩემ მიწაზე, ხო? კი. ხო. გარდა ამისა გვინდა რომ რაღაცნაირი არქიტექტურულ ნაწილში ეს გერმანული შტრიხები შემოვიტანოთ. ეს არის ხედი, ანუ ამფითეატრიც უკვე არსებულია და ეგ ძალიან კაი ამფითეატრი. კი, ერთი ბერძნული ტრაგედიაც მოხდებოდა. ეს არის მეორე მხარეს ხედი, როგორი გვინდა იყოს. ეს არის ჭრილში, ეს ქარისტისვილი 0 სართულზე ექნება ლუცახარში, პირველზე მინდა იყოს რუდისბარი, მეორეზე მინდა იყოს სახელოსნო და მესამეზე მინდა გავაკეთო ქარის თეატრი. ანუ ეს ქარისტისვილი ფუნქციურად თქვათ ქარისტისვილი არ იქნება. ეს ლუცახარში, სკერად ბარი, სახელოსნო და ეს არის ქარის თეატრი. ანუ მე რახან მინიატურებს ვაკეთებ ხისგან, მინდა რომ წრეზე, ამ ქარისტისვილის წრეზე გავაკეთო მინიატურებისგან გამოთვლილი ასურეთს მიმსგავსებული სოფელი, რომელშიც იქნება ორი მატარებელი. ერთი მატარებელი, რომელმაც ჩამოასახლა და რითაც გადაასახლეს. ეს არის ამბავი. მე ეს ამბავი. მოიჩადე და ეს ქარი დაატრიალებს და ესენი იმოძრავენ. ესენი დაიწყებენ მოძრაობას. ანუ შენგან დამოუკიდებლად ქარი როცა იქნება, ესენი იმოძრავებენ მუდმივად. და მუდმივად მოყვებიან ამ ამბავს. გარდა ამისა, ნიაზ დიასამენძეს მოგეხსენება ბოლო პერიოდი გადაცებულია დურგლობით და იმ დროს უყვებოდი ამ იდეას და გადავწყვიტეთ რომ მუსიკალური ნაწილიც გავაკეთოთ ამ ქარის ენერგიაზე და მითხარ რომ აი არფას და ზარებს დავაკვრევინებ პარალელურად ამ ყველაფერს და რაღაცა სინთეზში მოვიდეს ეს მოქმედება და მუსიკა ერთმანეთთან რა. მოგეთ ეს ამბავი მე ძალიან შემთხვევით მოხდა ისე რომ მოვუყევი ჩემს აწ უკვე ძვირფას მეგობარს სალომე სანიკიდეს რომელიც ჩემო მეგობრებმა გამათნეს თბილისში მითხრა რომ ეს ამბავი უნდა გავიტანოთ ქვეყნიდან. მოიძე ერთ სამსაბას შორიდან დავიწყოთ. ამათი ამბავი ძალიან საინტერესოა გერმანელების საქართველოში, მაგრამ შენ განსაკუთრებით შეეთხლი შენ მაგ ამბავს და იმიტომ რომ ანუ რა არის ის არ მარცვალი მთავარი რამაც აიგრე აგანთო. ის რომ ერთ ამ ადამიანების ბედი გასაგები. წუთში ანუ ფაქტობრივად მეზობლები ვიქნებოდით მე და ეს გერმანელები რომ არ გადაესახებოდნენ. შთამომავლები ხო? შთამომავლები, კი. და რაღაცნაირად გავიზიარებდით მათ კულტურას, ხედვას, არქიტექტურას, რავი ხარ ასურეთში ხო ხარ ნამყოფი. ერთი საუკუნე გავიდა მას მერე და კიდე როგორი დიდებულია ის ყველაფერი რაც დატოვეს. ანუ შენი ამბავი, შენ ეხლა ვცდილობ რომ წარმოიდგინო, რას გვასწავლიდნენ ისინი, რას ვასწავლიდით ჩვენ და არქიტექტურული თუ კულტურული თვალსაზრისით როგორ შეერწყმებოდა ერთმანეთს ეს ყველაფერი და რა ანუ მაგისი სურვილი არის ათივე. ეს ამბავი 1819 წელს დაიწყო. საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ და რამდენიმე გერმანული სოფელი ააშენეს. მათ შორის იყო ელიზაბეთთალი, პატარა გერმანია საქართველოში, ლუთერანული ტაძრით, იქაური ყაიდის სახლებით, ქუჩებით და საათივით აწყობილი მეურნეობით.
გინ დაიჯერეთ, გინდა რა. ტრამვაის ხაზით ჩაყვანოს თურმე პირდაპირ ვენახში აპირებდნენ. მაგრამ ქართული მიწა მათთვის სამუდამო სამყოფელი არ აღმოჩნდა. 1941 წელს ჩამომდგარმა ეშელონმა 24,000-მდე გერმანელი შუა აზიაში წაიყვანა. ისინი გადაასახლეს. ამბიდან 80 წლის შემდეგ ელიზაბეთთალიდან 30 კილომეტრში ორბეთის სათიბ მიწებზე ჩვენ ახალი სოფლის მშენებლობა დავიწყეთ. სათიბე 250 ოჯახისგან შემდგარი დასახლებაა, რომელსაც 30 ჰექტარ ტერიტორიაზე განვავითარებთ და შევქმნით ისეთ სოფელს, როგორცაც გერმანელ შვაბებთან ერთად ავაშენებდით. საქართველოდან რომ არ გადაესახლებინათ. არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, სოფლის მოწყობა და სოფლის ხასიათი. ბევრ ამას ვისწავლიდით მათგან. და გერმანელების ამიწაზე ცხოვრების ამბავი უკვალოდ რომ არ გაქრეს, გადავწყვიტეთ ავაშენოთ ქარის წისქვილი, რომელშიც მოვაწყობთ ლუდსახარს. გერმანულ პაბს. სადურგლოს და ქარის თეატრს, რომლისთვისაც ხის მინიატურებისგან სოფლის პანორამა შევქმნით. ლიანდაგებზე კი ორ რკინის მატარებელს შევაყენებთ. და როცა ქარი წისქვილის ფრთას დაატრიალებს, ვაგონები დაიძვრებიან და მოხვებიან გერმანელების ჩამოსახლებისა და გადასახლების ამბავს. ეს სურვილი იყო, ხო გონებია ძალიან ისე რა, მე და ომარი რაღაცნაირად ჩვენ ჭიას ვახარებდით ამას და არც არ მიფიქრია ის, რომ ის განვითარება შეიძლება და მოყოლოდა და ერთ დღეს ჩემო მეგობრებმა თხოვეს რაღაცის გადაღება სათიბეში, გოგოებმა ამოვიდნენ, გადაიღეს და უბრალოდ მოუყევი ეს ამბავი და ვიცი რომ ვიღაცა რო გეტყვის რომ მე ვიცი შენ ვინც უნდა გაგაცნო. და სამ დღეში გამაცნეს სალომესანი კიდე, რომელთან ერთადაც ეხა უკვე ძალიან ბევრი საერთო გეგმა მაქვს. სათიბე ბერლინიც დავაარსეთ უკვე. სათიბერ გუშინ დაუბეჭდე პირველი სავიზიტო ბარათი შემიძლია გადმოგცე, ნახე როგორ დიდებული. ბიჭო, სათაურებში კარგი ხარ, სათიბერ კარგად ჟესა. ერთი 100 შევცვალე და გამოვიდა მშვენიერი. ოთავი ხარ. მომერა ბევრი არა მაქვს და ვერ დაგიტოვე. აი კაცი ხარ. სავიზიტო ბარათი დაენარა ხალხო აი ამაზე როგორ უნდა. არა, ენდეთ. გერგე ხო დამტკიცებული გა. რა სიძა. მაგას ველოდი, იმიტომ რომ უკვე შეწუხებული ვიყავი რა, ვიღაცები მეკითხებოდნენ რომ მან რა ხდება. უკვე შენს გეგონა რომ ბიჭო, მეც უკვე ცოტა შეშ ვაკეთებდი. მეთქი რაღაცა ხო არ იხიმანდრა რა და თან მერიდებოდა რომ მეკითხა შენთვის. თან რო გაიგეს რომ აქ წამოხვედი. იფიქრე რომ არის დაკრა ფეხი და წამოვიდა, იმიტომ რომ გადაყარა და ბიჭო, თან როგორი საკითხავია ეხა რომ კითხო რომ ირაკლი ჩვენში დარჩეს და ეგ რაღაცა ხო არ მუხანათობა ხო არ ჩაიდი. ძალიან რთული 3 წელი გავიარე, იმიტომ რომ რო გავიგე რომ გენგეგმავთ რაც არის და აი ლოდი მომწყდა გულიდან, იმიტომ რომ მე მომადგა. მე რა შუაში ვიყავი რომ მომადგნე რომ არა მე ვთხოვდნენ რა. რაღაც არ გამოვა ვიღაც აღარ მოვა. ხოც პირველად ვღარე ცხოვრებაში. მოდეს. აბაზანაში წავიდე. თავი ცოტა ესე უნდა ქნა, იცოდე. დავიძარით? რაღაც გერმანელების მატარებელივით? არ გაგიჭრია? ამას იწერდით ეხა ამ სიმღერა? ხო და მოდი რა იმას ვქნათ. შევავსოთ. სათიბეს და სათიბერ ის ამბავი. მე როგორც მახსოვს შენ სათიბე ჩაფიქრებული გაქვს, ნუ ქონდა და ალბათ არაფერი შეცვლილა მაგ მხრივ, როგორც ადგილი, სადაც შემოქმედებით ანთებული ადამიანები, რომლებსაც იდეები აწუხებთ. და ეს იდეები შეიძლება იყოს ზოგი არქიტექტურა, ზოგი მუსიკა, ზოგი ფერწერა, ზოგი მეცნიერება, სათიბე იქცეს მათთვის ისეთ ადგილად, სადაც შეუძლიათ, რომ ეს იდეები გაცვალონ და მე თუ რამეა ერთმანეთს
მშრომლობასთან რაღაც დააკავშირონ კიდეც, ხო? თანამშრომლობა ხო. და ღიაობა, რომ ვისაც ჩვენსავით გენიალური იდეები აწუხებს, რომ გაგვიზიაროს, ჩვენს მათ გაუზიაროთ და რაღაცა ეს ციკლი მინდა შეიგრას ამ 300 ოჯახიდან მუდმივად მაცხოვრებლები, თან უფრო მარტივია არტისტის გადმოცხოვრება და პროგრამისტის, იმიტომ რომ არ არის მიბმული ქალაქზე. მე ვეძებ ადამიანებს, ვისაც უნდა და შეუძლია რომ რაღაც დროის მერე მაინც მუდმივად ვიცხოვროთ იქ. შესაბამისად, ამ თქვათ ადამიანებიდან 70-მა ოჯახმა მაინც რომ ვიცხოვროთ 300-დან, ნახევარ სეზონზე გვაქვს 200 დაკეტილი სახლი. და შეგვიძლია მივიღოთ სტუმარი, უმასპინძლოთ, ვასვათ, ვაჭამოთ, ვამოგზაუროთ, კოორკინგი გაუზიაროთ, სახელოსნოები გაუზიაროთ და გავუშვათ. ეგრეთ წარმომიდგენია სათიბეს მომავალი. ზუსტად იგივე კონცეფცია აიღე და აქ მაგიდეით ჩამოხვედი, აქაც იგივეს ვფიქრობ. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ეხლა რაც ჩამოვთვალე, მაგის ასაშენებელი ფული ვიშოვო. და ამ გერმანულ ხაზსაც შესაბამისად უფრო მაგიტომ ვავითარებ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ბევრი სახელოსნო ჭირდება, კოორკინგი ჭირდება, ქარის სკული ჭირდება. რაღაცნაირად ეს კულტურული მიმოცვლა შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისი, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად აშენდეს. ხო. აქ ჩამოვედი მე თან ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ სალომესთან ერთად რამოდენიმე ჩვენს მეგობარს დავეხმარეთ, რომელსაც თბილისში ბიზნესი აქვს და უნდა ბერლინში გადამოტანა ნაწილობრივ რაღაცების გაკეთება და ბოლოს მივხვდით, რომ რაღაცა საკონსულტაციო კომპანია გამოგვივიდა, იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც თბილისში საქმის კეთება შეუძლიათ და საქმე აქვს და თქვათ, უნდათ ამის გამოტანა და სალომე არის იგივენაირად ბერლინში. შესაბამისად, რაღაცნაირად ეგ საქმეც ვაქციეთ აქაუ ჩვენ საქმეთ, რომ ვისაც უნდა ბიზნესის გადმოტანა, ქონების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, რაღაცნაირად ეს ამბავი სანამ ბერლინში მომიწევს ყოფნა, ანუ ესე დაალაგდა ჩემი ცხოვრება, რომ 6 თვე ვიქნები ხოლმე თბილისში, 6 თვე ვიქნები ბერლინში. ხო. ასევე შორეულ გეგმაში და ოცნებაში, რა თქმა უნდა, მაქვს ეგ გეგმაც, რომ რაც გავაკეთე ორბეთში, მაგის მინი მოდელი, იმიტომ რომ ახლა 30 ჰექტარზე აქ გაკაჩვა ცოტა რთულია. ალბათ შეუძლებელი, მაგრამ რაღაც პრეცედენტს ალბათ როდესმე შევქმნით იმისას, რომ რაღაც პატარა საცხოვრებელი, რომელიც ცხოვრებასაც ქართული არტისტული სივრცე განაპირობებს, იმიტომ რომ ბერლინში უკვე ძალიან ბევრი ქართველი და ძალიან კარგი ქართველი ცხოვრობს და რაღაცა აქაური კომიუნიტიც, ანუ სათიბეს იდეა კომიუნიტი არის და შესაბამისად აქაც შესაძლებელია მაგ კომიუნიტის იდეის განხორციელება რა. რა ეტაპზე ხარ ახლა ამ ამბავში? რა ამბავში? სათიბეს ამბავში. სათიბეს ამბავში ვარ ახლა მოგეთ 3 წელი ერთი წამი, ანუ რადგანაც დამტკიცა ეს განაშენიანების გეგმა, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ნაყიდი მიწები, მათ უკვე აქვთ უფლება რომ ააშენონ სახლი. აი მოგიყვები ხა გამბავი როგორ ხო მოხდა. ხო და მოგეთ სანამ განაშენიანების გეგმამდე მივალ, სადაც სათიბემდე როგორ მივედი, აი პოეტი ირაკლი გაფრინდაშვილი რომ გამოჩნდა ასპარეზზე. გასულ საუკუნეში, იმდენ რომ გავიდა რომ მგონია რომ გასული საუკუნე. გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის დღეში. ეჟებედრა ადამიანის ამოყოფელში. 10 მილიონი ნახვა. ჰა? 10 მილიონი ნახვა აქ მაგას. ერთმა გაუმარჯოს კაცო. რო იცოდეთ მეგობრებო, არ ვიცი, შეიძლება დარჩა ვინმე ვისაც არ სმენია იმის შესახებ, რომ ლექსი, კი არა და სიმღერა გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის დღეში. ეს ტექსტის ავტორი გახლავთ ირაკლი გაფრინდაშვილი. კაი, რო გავასერიოზულობ და მართლა საინტერესოა ეგ ჩემთვის ახლა უბრალოდ და ბოდიში კაცო, მეგობრობის ამბავში თორე შაყერნოი ვარი. თორე რა? განა მაღაზია. ვის არ მოსვლია. ვის არ დაუწერია. მე მიყვარს ისტორიები, რომელსაც ანუ ოცნებები, როცა რომელსაც მისდევენ და აუხტენელი გონიათ, თვითონაც აუხტენად ეჩვენებათ და მერე რაღაც უკვე ხელშესახები კონტურები რო გამოიკვეთება, რაღაც ალბათ განსაკუთრებულ სიამაყეს გრძნობენ ხოლმე და ეგეთი იდეები ალბათ ძალიან შორეულ ბავშვობაში იბადება თუ ოცნება თუ რაღაც. მე მგონი ყველაფერი მაინც ყველანი ბავშვობიდან მოვიდა. და ყველაფერი იწყება ოცნებებით, რომელსაც ხელი არ უნდა შეუშალო და არც არ უნდა შეგიშალოს ხელი რა. რაც უფრო მაღალი და ფართო დიაპაზონი აქვს ოცნებას, მეტი შანსია იმისი, რომ ამ ოცნებასთან მიახლოებულ საქმეს შეეჭიდო მერე და გამოგივიდეს კიდევაც, იმიტომ რომ იმდენი ფიქრის შედეგია და იმდენი ოცნების შედეგია რაღაცა იდეამდე მისვლა, რომ რაღაცა აი ეგ ენერგიაც უკვე ჩადებულია მაგ ფიქრში და ოცნებაში და
ჩემთვის მართლა ეგრე იყო, ანუ აი კოსოვოდან რო ჩამოვედი და Pentium 4 რო ვიყიდე, სახში რო მივედი და დავიწყე რაღაც კლავიატურაზე და მაშინ არ იყო ქართული ფონტი და როგორ წერდით ლათინური ასოებით და ისე მივეჩვიე ამ ლათინური ასოებით ჩათაობას, რომ ერთხელ ხელით დაწერა მომიწია რაღაცის და ძს მაგივრად დავწერე დზ. და მან გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ პროტესტი, რომ როგორ ვეპყრობი ქართულ ენას. და პირველი ლექსი დავწერე, ანუ ძალიან ტექნიკურად ჩაუჯექი და რაღაცა ანბან თქება გამომივიდა, რომ თითო ხაზი იყო თითო ანბანის მე რაღაც ლექსები მოყვა და ერთ-ერთი ვთქვი რომ გავარდება. ეგრე გავარდა. ხო. ეს ლექსი იყო ორსულობაზე. და ნანუკა ჟოჟორიანმა დამპატიჟა ჩაწერა და წავედი ლოპოტაზე. და რო ჩავედით ლოპოტაზე, ჯერ დგას მხოლოდ ორი კოტეჯი, აი ხა სადაც აუზია, მან კიდე პატარა ტბა იყო და გოგამა ისულაძე რო გავიცანი, აღარც ლექსები მახსოვს, აღარც პოეზია მინდა, ეს მინდა რა და შურს ძალიან მისი ამ იდეის, მე ამ იდეაში როგორ გაყვა მისი ძვირფასი ცოლი და ეს ყველაფერი როგორ გააკეთა, აი ამით ვარ გადარეული. რო ჩამოვედით, ეს გადაცემა რო გავიდა ეთერში, მაშინ მობილური ინტერნეტი და ჯიბეში ის არ იყო, სახში რომ მივედი და ჩავრთე ჩემი Pentium 4, 1500-ზე მეტი რეკვესტი დამხვდა და ძირითადად იყო გოგოები, იმიტომ რომ ორსულობამ რაღაცნაირად ამ გოგოების გური მოგე ძალიან მოიგო. მან მივხვდი რომ ეს ოცნება, რაც ლოპოტათი დამემართა, როდესმე რო ავისრულო, ამისთვის ძალიან კარგი იქნება თუ დავაგროვებ სოციალურ კაპიტალს. ანუ ამ 1500 ადამიანის დამატებით ჯერ კიდევ რომ არ არსებობდა ინფლუენსერობის რაღაც კონტურები, მან მივხვდი რომ სოციალური კაპიტალის შექმნა სადღაც შეიძლება იყოს გამართლებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მე აქციო რაღაცა სხვანაირი კაპიტალად. და ეგ დავიწყე რა, ანუ მაგ სისულელეების წერა, პოსტვა და ამ რაღაცა კაპიტალის დაგროვება ჩემი მიზანი იყო რეალურად იმისთვის, რომ როდესმე ამას ვიზამდი. მე ისე მოხდა რომ პანდემია გახდა მაგის ყველაზე საუკეთესო პერიოდი. უცებ ჩავიკეტეთ ყველანი და ხალხი ქინძს დესავდა აივანზე, ანუ მიწა გახდა ძალიან ძვირფასი და ღირებული. და მანამდე მქონდა ნაყიდი მე ძალიან პატარა მიწის ნაკვეთი 3000 კვადრატული. და იქ ვფიქრობდი გამეკეთებინა ის რაც ეხლა მაქვს და პლუს რამდენიმე ადამიანის დასარჩენი, რომ მქონოდა 300 პინძლო სივრცე, ერთი სახელოსნო, სადურგლო, რაღაცა ვიღაცა მოვიდა, წავიდა, ეს ყველაფერი მოხდარიყო. პანდემია რო დაიწყოდა, რომ დავხედე ამ რუკას, მივხვდი რომ მარტო ვარ ამ დიდებულ საათი მინდვრებზე და ჩემ გარშემო აი ეს მიწები არის თავისუფალი. და დავიწყე სოფაში სიარული, რომ მეთქი ვისია ეს მიწა, ხო შენია? ხო ღირს ამდენი საბაზრო ფასი. მე ამაზე ცოტა მეც მოგცე, მაგრამ არ ჩაერივა ამ ჩემს ბიზნესში, მე ვისაც მინდა იმას მივყიდი, მე ვისაც მინდა იმას დავიმეზობლებ. რა თქმა უნდა, ყველა ძალიან ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ზოგადად არც იცოდა ეს მიწა სად ქონდა და ესე დავიწყე. და ამ გაგანია პანდემიაში მანქანაც რო არ მყავდა და დილით რო ერთ კაცს ჩაუჯდებოდი და გავყვებოდი და საღამოს 1000-ს უკან მოვყვებოდი, ანუ დღეში 10 კაცო ამანეჯმენტები და გაუჩერებლად ლაპარაკობდი ანთებული იმაზე თუ რა მინდოდა აქ ამაკეთებინა და პინტერესტის სკრინები რო გაქვს. სკრინით მოჭრილიც რო არ არის კიდე რაღაცები რო მოყვება, ამას ვაჩვენებ რომ ეგეთი მინდა გავაკეთო. და აი იმაში ვარ და კაცაცი 120 ოჯახი რო დავიმეზობლე, პანდემიამაც გადაიარა და მივედით მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მანამდეც ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სოი ხა სამშენებლო ნებართვები გვინდა, რომ მშენებლობა დავიწყოთ. და უცებ გვეუბნებიან, რომ ბოდიშით, მაგრამ კანონი შეიცვალა და ნებართვას ვერ მოგცემთ. What? ანუ 120 ადამიანს შევპირდი, რომ ვიცხოვრებთ აი აქ 64-ში. ეხა რა ვქნა? გარეთ გამოვედით მე და ტაკოვარიშვილი ვარ, ჩემი მეგობარი, თათიბეს არქიტექტორი და მივხვდით, რომ ესე არ გამოვა რა, რაღაცა უნდა ვქნათ. და როცა რა თავარი არ გაჩერდა და დავიწყეთ ფიქრი ამის ალტერნატივაზე და ბოლოს იქამდე მივედით რომ ჩვენ თვითონ ანუ სახელმწიფომ შეცვალა კანონი და თვითონ ამ ყველაფრის მოიცადე ერთი წამი მოიცადე აჰა შენ თვითონ რუბრიკა გვაქვს ჩვენ ეგეთი არ გაჩერდე იცი არა ანუ საქართველოს ბანკთან ერთად ამ გადაცემის მთავარ პარტნიორთან ერთად ვაკეთებთ რუბრიკას არ გაჩერდე. ჩვენიერი. ხო და ეხლა ამენთო და მე მგონი ზუსტად მაგასყვები, მაგ ამბავს რა და ხო და ერთი ძამი რუბრიკა არ გაჩერდე, რომელიც თავისით მოიტანა სიტყვა. და ეს კარგის ნიშანია. მოკლედ ბევრი ვარ გავაგზავნე და ბევრს გავაგზავნებ, მაინც
ესე მოხდა რომ სახელმწიფომ შეცვალა კანონი და თქვა რომ მე ამ ყველაფერს ვაპირებ 7-8 წლის ვადაში და რავი თუ გინდა მანამდე მოხანით თქვენ ეს თქვენი მინდვრები. 3 თვეში მივედით იქამდე რომ სათიბემ და სახელმწიფომ გააფორმა მემორანდუმი რომ ამ ყველაფერს ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე და ამ 2200 ჰექტარ ტერიტორიას დავამუშავებთ გამზადებულ განაშენიანების გეგმას გაჩუქებთ. უბრალოდ ამ ყველაფერს დაჭირდა მისი უპრეცედენტობის გამო, ქართული ბიუროკრატიის გამო, იმის გამო, ამის გამო დრო. ეს დრო ისე გაიწელა, რომ უკვე არავის აღარ ჯეროდა იმისი, რომ მე ამ ყველაფერს ოდესმე მივიყვანდი ბოლომდე თან ამ ყველაფერს პარალელურად, თორსა თან იბრძვი იმისთვის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში რა. ესეც რაღაცნაირად ამ ფონს ამძიმებდა და ეს 3 წელი იყო ჩემთვის, აი მართლა არ არის ღამე ოცნებობდი ხოლმე, რომ აი რაღაცა ის მქონდა ეს გამომრთველი, რომ დავაჭირო, რომ გონება გავთიშო, იმიტომ რომ ამ ადამიანების მიმართ ზოგადად ისეთ ძაფრად მაქვს პასუხისმგებლობის განცდა და ამ ადამიანების მიმართ აღებული ეს პასუხისმგებლობა ძალიან დამძიმდა და თან ვიღაცები კი გეუბნებიან რომ მე მჯერა შენი რომ ამას გააკეთებ, მაგრამ აი როდის იქნება ხო? ანუ ყოც ვერაფერს ვერ ეუბნები რა. აი ზეგ იქნება, არ იცი როდის იქნება. იქნება თუ არა საერთოდ ეგეც არ იცი, მაგრამ ბოლომდე მაინც მჯეროდა რომ ესე იქნებოდა რა და აი რამოდენიმე თვის წინ ყველა მომხრე არც ერთი წინააღმდეგი საკრებულოზე რომ დამტკიცდა და დამირეკა მიშაბალიაშვილმა ვიჯექი და ხმით ტიროდი საკუთარ თავს. ეხლა ცოტა ხრინწი შემეპარა ხმაში, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი, ანუ ამაზე დავდი მთელი ჩემი ცხოვრების ფსონი. და ადამიანების მიმართ ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ხელს მიშლის რაღაცა ბიუროკრატია. საბოლოო ჯამში ძალიან მადლიერი ვარ ამის, იმიტომ რომ მართლა პირველი პრეცედენტია იმისი, რომ ნორმალურად და ცივილურად და ევროპულად განვითარდეს ეგ სოფელი და მარტო სათიბე არა, მთელ ორბეთს ეხება, ანუ ორბეთის არსებული ტერიტორია ერთი იმდენით გაიზარდა და შეიზღუდა ბევრი რამ. ითხოვს ფართეგზებს, მოსატრიალებებს, ანუ ყველაფერი იმ სიკეთეს, რაც ჭირდება ცივილურ ხარისხიან ცხოვრებას. შესაბამისად, ეხა ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი, რომ არ გავჩერდი და ბოლომდე თავით მივაწექი ამ ყველაფერს და ზაფხულში უკვე სათიბე რაღაც ნაწილში მშენებლობას დავიწყებ. ბიჭო, არ გაჩერებას ჭირდება მიზეზი, რის გამოც არ ჩერდები, ან ვის გამოც არ ჩერდები. რა იყო შენ შემთხვევაში? პირველ რიგში ამ ადამიანების მიმართ აღებული ჩემი პასუხისმგებლობა. თან ეს ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობის მიღმა იყო, ანუ მე არ შემეცვლი ეს კანონი. ეხლა რაღაცას რო აიღებ და იტყვი რომ ამას მე გავაკეთებ, მე ამისგან გავაკეთებ. ეხლა რომ სულ არაფერი აღარ მოხდეს მეტი, ესახლები ჩემი თუ ჩემოთ მაინც აშენდება, ანუ ეს საქმე უკვე გამოსულია. სულ რომ მე ვერც სახელოს ნავაშენო მეტი და ვერც ქარის ქული სათიბეს უკვე რაც აქვს, ის უკვე ქმნის იმ გარემოს, რომ ეს იყოს ამ სოფლის რაღაცა საერთო სივრცე, სადაც შეგიძლია შეიკრიბო, სიტყვა გაცვალო, ძის ჩასვლას უყურო და დატკბე ცხოვრებით რა. ბიჭო, იმდენად ისეთია, სწრაფად მოყევი შენ ის რაღაც სამწლიანი ფიქრების, სამწლიანი პერიოდი, როცა გინდოდა რომ გონება გამოგერთო და ეგ არ არის მოკლედ მოსაყოლი და მაგიტო მინდა რა, აი ამ რუბრიკის ფარგლებში რომ აი გაიხსენო რა განთებდა რა, აი ძალას რა გაძლევდა ამ. იცი მე ძალიან ვიზუალური ფიქრი მაქვს. ესაბამისად სახლს რო აშენებ, ან გიოცნებია სახლის აშენებაზე, ხო წარმოგიდგენია ეს სახლი. წარმოგიდგენე მე წარმოსადგენი მაქვს, სახლი კი არა, სოფელი. ანუ იქ რაღაცა ღმერთივით საქმეა რა, ერთხელ ჩემო მეგობარმა თქვა როგორც იტყვი ისე გამოდის რა, ანუ აქ ერთ დროს რაღაცა სათიბი იყო, მაგრამ ეხა ქუჩა უნდა გავიდეს და ეს ქუჩა სულ ესე იქნება. ანუ ეს ვიზუალური ამაზე ფიქრი ჩემთვის არის, რომ ამ სოფელში მე უკვე, ანუ ეს თორე ჩემთვის უკვე არსებობს, ეს თქვენ ვერ ხედავთ და თქვენთვის არ არის, თორე მე უკვე იქ შიგნით დავდივარ და სად რა უნდა იყოს, იმდენად ზუსტად ვიცი, რომ ეს იმხელა ძალას მაძლევს, რომ ვერანაირი კედელი ვერ შემაჩერებდა, ანუ აი ახლა არ გამოვიდოდა, მე გამოვიდოდა, მაინც ანუ რაღაცნაირად ამას მაინც გამოვიყვანდი რა. უბრალოდ ესე გამოვიდა, რაც ყველაზე გამართლებოდა, ყველაზე კარგია რა. შენ ამბობ, რომ მაშინ როცა დაბრკოლებები ხდება, თუ კი შენი მიზანი ძალიან ნათლად გაქვს დანახული და შენ ახდენ ამის თუ როგორ ვიზუალიზაცია ძალიან გეხმარება იმისკენ, რომ იარო მიზნისკენ რა, მუდმივად ამაზე, ანუ ჩემთვის ფიქრი ავტომატურად ნიშნავს ვიზუალიზაციას. შემოწმეთ ეს იმხელა მასშტაბის ვიზუალიზაცია არის, იმხელა მასშტაბის კინო არის ჩემთვის, რომ არ გიტოვებს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ ბოლომდე მიაწვე და არ გაჩერდე. მე მგონი კიდე ერთი რეცეპტი შეიძლება ეხა დაიბადა მაყურებლებისთვის და შეიძლება ჩვენთვისაც რა, რომ
ხელის ჩაქნების დროს შეიძლება რომ აი უფრო მკაფიოდ წარმოიდგინო, კიდე ერთი დეტალი შემატო, რაღაც მიზანს და იმან შეიძლება იმ ხელაზარ. სულ მოასწრებ რა. ანუ სანამ თან ეხა რავი 39 წლის ვარ ჯერ რანაირად შეიძლება რაღაცამ უკან დამხიოს. ძალიან სავსეა ენერგიით და ძალიან მინდა რომ გავიტანო. ხო რომ ხედავ რა, ანუ მან ხედავ ჩემ ცხოვრებას და განსაკუთრებულ ცხოვრებას ხედავ ამ დიდებულ ადამიანთან ერთად და ვერაფერი ვერ გამაჩერებდა რა. კაია. და მართლა გულწრფელად გილოცავ მაგ ამბავს, იმიტომ რომ ხო გითხარი, აი მეც კი დარდობდი მეთქი, რომ თან როგორ იცი, რომ იოლი არ არის, აი ხვდებოდი რომ რაღაცა გაჭედილი იყო, ისე ვერ მიდიოდა, როგორც შენ გინდოდა. ჩემი აი მეგობრები ძალიან ბევრი იყო. თან რაღაცა მგონია, რომ რაღაც სამსახურებით მუშაობდნენ მაგისთვის, რომ ეს ჩემი გაშავებისთვის აი პირამიდა გააკეთა, გადაგაგდოთ, ანუ ეს ძალიან ბევრჯერ და ბევრისგან მომისმენი ეს ფრაზა, რომ ვიღაცამ ესე მითხრა. და ქალაქში ჭორების გავრცელებას და გაბაზრებას და აგორებას კიდე ბევრი ისიც არ ჭირდება რა, თან თუ რაღაცა მიზეზიც აქვს მაგისი და უკვე საბოლოოდ ბევრი ცდილობდა იმის დაბრალებას ერთის რომ დაკვეთა რა ვიცი, ხო, რაღაცა ეს ხალხი გადავაგდე რა. მაგრამ თავარია რომ დასრულდა. და სათიბეზე მეტად თქმა უნდა სათიბეზე ძალიან ვამაყობ, მაგრამ სათიბეზე მეტად ვამაყობ იმით, რომ სოფელ ორბეთს აქვს განაშენიანების გეგმა. და ეგ სოფელი გადარჩება ჩაბეტონებას და ეხლა ის ზედამხედველობა ვიქნები მე თვითონ რომ ეს რაც ვიწვალეთ და მართლა სისხლით და უფლით მოვიტანეთ აქამდე და ამ ხელა დოკუმენტი შევქმნით შესაბამისად განვითარდეს და დასული იყოს ყველა პარამეტრი, რასაც ითხოვს ეს ყველაფერი. წარმატებები მაგ საქმეში, მაგრამ წეგან კოსოვო რო ახსენე, კოსოვოზე უნდა გკითხო. შენ იყავი სამშვიდობო მისიაში, ხო? კოსოვო დაბნეულობას იწევს ჩემში, რომ სოფლიო უსაფრთხოება შენ გებარა. ანუ ძალიან დაუცველობის განცდა მიყროს, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ იარაღით იცავ მშვიდობას. ხო, აბარებდი. მაგ წელს მინდა არქიტექტორობა. და სხვა ჩანს რა გინდა. კი, საბოლოოდ მაინც მაგამდე მივედი. ანუ რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი და რაღაც სახლების მაკეტს ვაკეთებდი და მე დურგლობაზე როგორც გავხურდი საჯარო სამსახურის მერე. ანუ ხო ბავშვობაში რა დოზითაც გაქვს ნაოცნებარი და ნაფიქრალი, ბოლოს მაინც მად მიგიყვანს. ხო, პირდაპირ შეიძლება, მაგრამ რაღაცებს შორი გზით, მაგრამ მაინც მაგამდე მიდიხარ. მაგაი კონსტრუქცია. ერთი მეასეთ ჩაგვიარა ამ კაცმა. როგორ აინტერესებს რა ხდება. პლუმ ესე მოგეთეთ. ხო და მოგეთ ძალიან შემთხვევით მოვყავი თავი მან, იმიტომ რომ ვაბარებდი და ისე მოხდა რომ საბუთების მიღების ბოლო დღეს დედაჩემმა სადღაც მიპოვა ტელეფონისა და იმის გარეშე გუმანით ვასე უკვე მე რამდენად გავიქეთით მივედით და კეტილი დახვდა და ჩაიარა მაგ ჩემი ჩაბარების მატარებელმა და ჩემ ოჯახში განათლება ძალიან გოგი აი დღეში ერთ წიგნს კითხულობდა და გოგი ისტორიკოსია ხო? გოგი ისტორიკოსია კი და დედაჩემის და დიდი ყველა მოკლედ ჩვენ ოჯახში დიპლომი არის უზენაესი ყდა. მაგრამ როგორც ამბობენ, ყველა ოჯახში არის ერთი, რომელსაც და როვერ ჩავაბარე ცოტა ხანში მომდის. როვერ ჩავაბარე, მოკლედ სახში იმხელა ტრაგედია იყო და იმხელა ის იყო დედაჩემის ლოგინად ჩავარდნა, რომ აი მონასტერში წავედი. წუღურუღაშენის მამათა მონასტერში ბოლნისში ცხოვრობდი 3 თვე. ბიჭიკო ხარ უდიპლომოსასი. კი, ზუსტად. აი მოიჭი მონასტერში იყავი მართლა? მართლა. იმიტომ რომ გაბრაზებული იყო. იმიტომ რომ გაბრაზებული იყო, ჩემ სახში არ მიშვე. მართლა სახში არ მიშვებდნენ. მოკლედ მონასტერში მომივიდა უწყისი. იქ მოგივიდა? იქ მომივიდა უწყისი. და ორი ამ ჩემ ცხოვრებაში, ჩემი კარმა ეს აი რომ ზუსტი ადამიანები ხდებიან ჩემ ცხოვრებაში, რომლებიც რაღაც გასაღებს მაძლევენ რა. და ამას ეხა კიდე ამ სიბერეში კიდე უფრო კარგად ხვდები და ვაფასებ. და მოკლედ ერთ-ერთი ეგ ადამიანი იყო ის კაცი, ის ბერი, ვინც ცხოვრობდა ამ მონასტერში. დავით დვალიშვილი, ძალიან ისეთი კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი კარგი რამე მასწავლა, ისეთ ელემენტარულ რაღაცებს რო გასწავლის. ხო, 17 წლის, 18-ის რო ხდები რა და აი რო გეუბნება რომ თუ გინდა ცხოვრებაში დიდი რაღაცები გამოგიდეს, მარტივი რაღაცებით უნდა დაიწყო. მარტივი რაღაცები თუ არ გამოგდის, დიდი არ გამოგივა არასდროს და აი ძალიან ელემენტარულ რაღაც მასში ვარ რა, ცხოვრების აკადემიაში მაგ ჩაბარებული მონასტერში და ეს უწყისი რომ მოვიდა, ამ კაცმა მითხრა რომ მე ხა შემიძლია რომ დავრეკო და ვითომ აქ საზღვარზე ხარო და აქ იქნებიო, მაგრამ ეს არ იქნებაო.
ჯარში ყოფნაო რა და თუ ჯარში ყოფნა არის წადიო, მაგრამ კურთხევას გაძლევო რომ აი სამი ტიპი რო იქნება რომელიც შეხედავ რომ აი გამოირჩევა იმ სამში ერთი უნდა იყო რა და წავედი. აი ძალიან ანთებული წავედი. სხვა წარმოდგენით, ხო ცოტა რომ გარომანტიზებული წარმოდგენით წავედი. მეოთხე ბრიგადა, ეგრეთ წოდებული ვასმოი პოლკი, რომელიც არის სამგორში, მანდ მოვხვდით 900 ახალწვეული. და ვერაფრით ვერ ვხვდები ახლა აქ ვაფშე ვინ არის სამი საუკეთესო, ან როგორ უნდა მოხდი ამ საუკეთესოში, იმიტომ რომ ჯარში ყველა ინიციატივა არის დასჯადი. ანუ შენს გამო დაჯიანთელ ასეულს და მე მთელი ასეული დაგჯი შენ. ესე მარტივად არის აწყობილი ცხოვრება. მოკლედ სწორ ტიპს შევხვდი იქაც და მითხარ ვიდეო. და მეორე დღეს გამოვდივარ, სასადილოსინ 900 კაცს ვეუბნები რომ ზურგისაკენ, კუდი მოიხადეთ და მამაო ჩვენს ვიწყებ ფრაზებად. და ეს 900 კაცი ამას იმეორებს. ეს როგორი განცდა არის? იცი აი ამას რო გაკეთებინებს რა. და უცებ გავხდი მამაო. მივხვდი რომ რაღაცნაირად სამნი არ ვართ, მაგრამ ერთი ვარ რომელიც გამოვირჩევი რა. და არა თუ სამში ხარ ერთი, არამედ ერთადერთი ვარ. ხო და მოგეთ როგორც ჯარისკაცი ფიზიკურად ძალიანაც არ გამოვირჩეოდი, იმისთვის რა კონტინგენტიც უნდა შეერჩიათ კოსოვოსთვის და 28 კარგი კუნთმაგარი ჯიგარი შეიჩა და მოგეთ ისე მოხდა რომ ერთს უთხრეს რომ შენ გადმოდიშული ვაკეთო და მე მითხეს გადადიო და ესე გამიშვეს კოსოვოში რა. და საბავშვო სამშვიდობო მისიაში, ხო? სამშვიდობო მისია შევასრულე 8 თვე კოსოვოში, კი. და ჩამოვედი. ვა, რა ხდება? ჩემი დანახვა უხარიათ ალბათ ესე ძალიან. მიყვარს ეს ქალაქი. თუ გინდა ხმას გადავადებთ, მე რომ გაფრინდაშვილი ესე ყვირია რა. მოყევი რა ხდებოდა კოსოვოში უშუალოდ? კოსოვამდე ვიყავით. აი გქონდა რაღაც ისეთი ამაღლებული განცდა მართლა რომ აი მართლა კი, აი ბოლოს წავლენილი ხარ იმისთვის რომ წეგან მაპატიე შევავსებ კითხვას. შენ რო თქვი რომ ძალიან ისე რომანტიკულად მეჩვენებოდაო ჯარში წასვლაო და აი როგორც მეჩვენებოდა საბოლოოდ მაგჯარში მოვხვდი, იმიტომ რომ რაღაცა თურქეთში 8 თვე არის ნაგავიარეთ, იქვე ჩავედით რაღაცა, ანუ მისია გქონდა და ბაზას ვიცავდით და ჩეკპოინტს ვაკეთებდით. ანუ ნამდვილი ჯარისკაცური ცხოვრება, ბრონეჟილეტი მეცვა და ეს იყო ერთადერთი პრეცედენტი, როცა სავალდებულოდან გაუშვეს ჯარისკაცები. ხო, და არ იყო ნებაყოფლობი. არა, არ იყო საკონტრაქტო, ანუ მაგინც დადიო და მაგას სულ იყო საკონტრაქტო. საკონტრაქტო, ხო. ძალიან ამაღელვებელი იყო ბოლო დღე, როცა მედლები გადმოგცეს და რაღაცა ეს დროშიც განცდა და შენი ფორმის და მედლის განცდა. და რაღაცა მე ცოტა ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ბაბუა ჩემი მაგ პერიოდში გარდაიცვალა. შენი იქ ყოფნის პერიოდში. ანუ ზამთარში უნდა გამოფრენილიყავით 10 დღე გადაგვედო ფრენა უამინდობის გამო და ზუსტად ჩამოუსწრებდი რომ არა ეს გადადება რა და აი ბოლოს სიტყვები რომ მარტო ამას რო იმეორებდა თუმე რომ თაღარ მოვიდა ეს რაღაც თარიღი. და რო ჩამოფრინდი, ხო იცი ფესვებში რომ ელოდებიან, აი ეგრე მელოდებოდნენ ჩემი მეზობლები სამეგრელოსთან, სამეგრელო ხო ეს თეატრალური არის, თავისი არსით და მithumedes ეს ყველაფერი ეხება გარდაცვალებას. ხო, რიტუალურია, ხო და ეს რაღაცა კოლგებით წვიმაში გარეთ რო იდგა ეს ჩემი საყვარელი მეზობლები და მე გამხდარი ფორმით, მედლით და ხელში ტისოს საათით რომელიც ბაბუაჩემს ჩამოუტანე. ვიყავი ძალიან ამაყი და ბედნიერი რომ სხვა რამის გამო არ დამაგვიანდა რა და რაღაცა და ძალიან ბევრი რამე მომცა. ეხლა რასაც ყვებოდი მანამდე აი ეს ანუ მანდ გავიზარდე რომ ჩამოვედი 19 წლის უკვე ვიყავი ვიცი კაცთან მიახლოვებული იმით რომ რაღაცა პრობლემებს უფრო სხვანაირად უყურებ, იმიტომ რომ იმდენი ნერვების წრთნა გიწევს ამ პერიოდში. ჯარი ეგ არის რომ გამზადებს ომისთვის და ომი იმდენად დიდი და რთული ამბავია რომ რაღაცა მიახლოვებულ სირთულეებს გიქმნიან რომ ადაპტირება მარტივად შეძობა და ხელოვნურად მაგრამ გიქმნიან. ხელოვნურად გიქმნიან. ამას უგაიაზრებ და მიხვდები რომ რაც უფრო მეც გაუძლებ შენ უფრო მაგარი გახდები. რაღაცნაირად უფრო მეტი მიმღებლობა გექნება მაგის და მე ეგ მქონდა, იმიტომ რომ თავიდან რაღაცა მაგანთებული მიწავედი რა ჟინით. ბიჭო, რაზე ფიქრობს ესე რომ შენ საკუთარ მაგალითზე რო თქვა, აი რაზე ფიქრობს ახალგაზრდა სამხედრო პირი სამშობლოსგან მოშორებით სადღაც მისიაში ყოფნის დროს. რა ვიცი, შეყვარებულზე, იმაზე, ამაზე, რაზე დარდობს, რასგან იცდის? ყველაზე ძალიან ჩვენს ერთ-ერთ სერჟანტს ყავდა პატარა შვილი.
და მახსოვს როგორ ტიროდა ხოლმე პერიოდულად და მან ხვდებოდი ხელა სიყვარული შეიძლება იყოს მამა შვილს შორის, იმიტომ რომ აი როგორ განიცდიდა ეს ბიჭი, ანუ აი ხო დრო უცოდა რო ვერ ფარავს რა, მის ფოტოს რო ამოიღებს იმიდან და ცრემლები რომ მოზდის რა. სახლის ყველაფერი გენატრება რა, ძალიან ისეთი მძაფრი ის არის, სხვა განყოფნა მით უმეტეს და ის აფრთხე კი არ იყო, მაგრამ მაინც აქვს თავისი ხიბლით და სევდაც. თქვენ როგორ იღებდით აი შენ მაშინ არ იყავი ჯერ მამა და ალბათ შენთვის შეიძლებოდა რომ ცოტა უცხო და გაუგებარი ყოფილიყო იმ სერჟანტის ცრემლები, როცა შვილის ფოტოს ხედავდა, მაგრამ რაგანც და გეუფლებოდა. ცდილობდი რომ გამოგეცნო, აი რატო შეიძლება რომ აი ესე ტიროდეს ტიპი. აი ხა როცა უკვე მამა ხარ, ხვდები? ეხა ზუსტად ხვდები კი და იცი რა, ეს მამობის განცდა სანამ მამა გავხდებოდი, რაღაცა მანამდეც იყო ჩემში. ანუ ის ლექსი რაც გავარდა, ეგეც ორსულობას დაწერილი, მაშინ დავწერე, როცა შეყვარებული ძალიან მყავდა მაგ პერიოდში. უბრალოდ ეგ რაღაცა სულ იყო ჩემში, რომ ამ მამობისთვის ემზადებოდი და უბრალოდ ეს მძაფრი განცდა იყო ჩემი ერთ-ერთი, რომელიც აი ჯარისკაც როგორ ენატრება თავის შვილი, მაგის შეგრძნება რა. შენ არ ვიცი როგორ ქონდა, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ რამდენადაც არ უნდა ემზადებოდე, მაინც აზრზე არ ხარ სანამ საქმეში არ შეყვანდა. მე ხვდები, რომ რაც წარმოგედგინა, ის არის დაახლოებით 10,000-ზე გამრავლებული, განცდებით, ღელვაც და მხარდაჭერაც. მეორე შვილზე აღმოვაჩინო, ალბათ ის შეგრძნება, რომ ცოტა უფრო მომზადებული ხარ ამისთვის, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში რაღაცები უკვე გავლილი გაქვს და იცი. ემოციურადაც, ფიზიკურადაც და სხვანაირი რაღაცა მზაობით დახვდე რა. მაგრამ ეგეთ დიდებული შეგრძნება, რაც სანდრო მომიტანა და მანამდე კიტამ. რას შეადარებდი? ვერაფერს. არ ვიცი. არა, მესმის რომ არის რაღაცები, რასაც ვერ აღწერ სიტყვებით და რო დაუკვირდეთ არც უნდა სცადო, მაგრამ რო სცადო? ეხა ამ წუთას გამიჭირდება, ვერ ვიცი, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. იმიტომ რომ თან ეხა კიდევ უფრო გამძაფრებულად მაქვს ეგ შეგრძნება, იმიტომ რომ აქ გადმოცხოვრებამ ვიხდი რომ მაგათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, ანუ ჟანგბადია ეხა ჩემთვის მაგათი აქ ყოფნა რა, იმდენად მნიშვნელოვანია. მაგათით ცხოვრობ. რას უსურვებ? ანუ გარდა იმ წყებისა, კეთილი სურვილებისა, რაც რა თქმა უნდა მამამ უნდა რომ უსურვოს შვილებს, ეს იქნება, არ ვიცი, ჯანმრთელობა თუ წარმატება თუ საკუთარ თავად ყოფნა თუ ბედნიერი გზები და საინტერესო ამბები, აი რას ჩემ თავს უსურვებ რომ შეძლონ საკუთარ თავად ყოფნა რა და მაგაში არ შევიჭრა და მართლა ჩემი როლი შევასრულო იმისი რომ რაღაცა უსაფრთხო სივრცეს უქმნიდნენ და რაღაც წლამდე გრძნობდნენ რომ ის გვერდით ვარ და მეც იცოდნენ რომ თუ რამე დაჭირდებათ მე აქ ვარ რა რაღაცა ეგ ჯანსაღი ურთიერთობა მინდა რომ ჩამოყალიბდეს თავისი ჯანსაღი წყვეტით რომ გახდება სრულწლოვანი რაღაცნაირად მიხედოს მის ცხოვრებას. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ეგ გზა გავიარე. მე ადრე მოვწყდი ჩემ მშობლებს ამ ჩემი რაღაც თავქარიანი ცხოვრების გამო და სულ რაღაც პროცესში და გაქცევაში ვიყავი და შესაბამისად მე ხა კმაყოფილი ვარ იმის რა ცხოვრებაც მაქვს და რა გზაც გავიარე. ეხა წარმოიდგინე, აბა გადაახურდავე საკუთარი კინაღამ წაიყოლა სამივე კამერა. ყველა კინაღამ და ვერც დავეწეოდით, ნახე უკვე სად არის. მოდი ეხა აი გადაახურდავე ყველაფერი და წარმოიდგინე რომ შენ არაფრით არ მინდა ერთი წამით მაცადე. შენ მოწყდი ადრე, იმიტომ რომ აი და ეგრეა ცხოვრება ეგეთი, აი ის რო არის, ხო იცი, აი მარკესის შვილმა დაწერა ამასიანთ. მამამის ხო არ უნდოდა რომ ეს არც მარტოობის 100 წელიწადი გამოსულიყო ფილმად და ნუ სერიალზე არ იყო მაშინ ლაპარაკი, მაგრამ ფილმად ანუ გადაღება. და არც ის წიგნი არ უნდოდა რომ დაბეჭდილიყო, რომელიც დაბეჭდეს მერე ეს შევხვდებით აგვისტოში და თან შეიძლება რომ გაბრაზდე თუ ამაკაცის ლიტერატურა გიყვარს, რომ აი რატო გააკეთეს და ცხადია ხვდები რომ ფული აქვს ისა და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა დაუფასო იმ შვილს წინასიტყვაობაში თქვა, რომ ნუ წესითო მე და ჩემი ძმა ვღალატობთო, ეხა მამაჩემს უმარა ცხოვრებაც ეგ არისო, რომ შვილები მშობლებს ღალატობენო. და ეგ გინდა არ გინდა რაღაცნაირად ღალატი ქვია ალბათ იმას, რომ ღალატი არ ქვია უпростоრად იმას, რომ ადამიანს თავისი სავალი გზა აქვს და ეს თავისუფლება აუცილებელია. მაგრამ შენ რომელმაც ნაადრევად მოიპოვე ეგ თავისუფლება, გეფიქრება თუ არა იმაზე, რომ დადგება დრო, როცა მათაც მოუნდებათ ეგ თავისუფლება და რაღაც რჩევას აღარ კითხავენ და რაღაც მომენტში შეიძლება
მე ვერ ვიტყოდი რომ ან ტვირთი ან მოსაწყენი რაღაც ის, მაგრამ არ იქნები დღის წესრიგში რა. იმიტომ რომ მე ვეგუები ნელ-ნელა მაგ ფაქტს რომ იგივე დადგება. ჩვენ ხშირად და ჩვენ მშობლებს ჯანსაღი ისე გონათ რომ 40 წლის ჩემი შვილი თუ რაღაცა ხო ხდები ანუ მაგ ასაკამდე ჩართულობა და ალბათ ბუნებრივი მოთხოვნილება ეგ რომელსაც მიყვები შენი შვილია და გინდა რომ რაღაცა კონტროლი თუ რაღაცა გქონდეს და მაგას გულისხმობს უბრალოდ რომ ეგ შევძლო რომ ეგ გარდამემართოს და მათ მივცემ მხოლოდ მათთვის ეს საჭიროება რომელიც რაღაცნაირად სხვანაირად გააზრებული მაქვს ახლა მე რა. ჩემთვის ძალიან გააზრებულ ასაკში მოხდა შვილები შესაბამისად ძალიან ბევრი საფიქრალი გაჩნდა მას მე მარტო ის არ არის რომ რაღაცა ფსიქოლოგი მოგიტანა ხელაპასუხისმგებლობაც მოგიტანა რომ მე 18 ჯერ მოდის ბაბუ აგერ ჩვენთან მე-9 იყო ხო მე-9 გამო მე-9 ჩავლა იყო მე-10 საიუბილეო გამოვლის დროს no problem ძალიან მიყვარს ჩემი ინგლისური ამით შემოიფარგლება რომ იცოდეთ no problem Entschuldigen და მაგ დროს თავი ისეთი მგონია პოლიგლოტი ანუ ყოველგვარი ხუმრობისა და იმის რა ქვია გარეშე ღლაბუცის გარეშე არსებობენ ყოფილი პოეტები თუ ეპარები დღემდე მე არ ვთვლი რომ ის რაღაცა ერთი პერიოდი მაგრამ რამდენიმე თვე იყო აი ხოცი რაღაცა რომ მოგაწובה ის რა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საფიქრებია და თვითონ თავს რომ მოუყრი პოეტურად, მაგრამ მე რო აღმოვაჩენ რომ უხარისხოთ პოეტურად უყრი ამ ყველაფერს თავს, იმიტომ რომ მე სხვანაირად იწყებს სხვა რაღაცების კითხვას და ხვდები სინამდვილეში რა არის პოეზია. ხო და აი ამ ბოლო დროს და ამ ზამთარს მქონდა რამოდენიმე შემოტევა ისეთი, რომ გინდება სათქმელი უბრალოდ თქმაზე უფრო კარგად უთხრა ვიღაცას. ხო. საუკეთესო ფორმით რო უთხრა შენი სათქმე. ანუ მაინც მიეპარე. ხო, ისე რა, ძალიან ფრთხილად და ჩემთვის. ეხლა რაღაცები აღარ მინდება საჯაროდ და საჯაროობაც აი დღევანდელ ინტერვიუზეც იცი რამდენი ის მქონდა. ბიჭო, არა, ამაზე უარს ვერ მეტყოდი უბრალოდ. ამაზე ხო, უარსაც ვერ გეტყოდი და სინამდვილეში ალბათ არც გეტყოდი, მაგრამ რაღაცნაირად ამ ბერლინში ცხოვრების და პირველად დავჭი ჩემ თავთან მარტო ბევრი ხნის შემდეგ, რასაც ქვია მართლა მარტო დარჩენა და თან რაღაცნაირად ეს ქალაქი გაძლევს მაგ ფუფუნებას, რომ ხო, შენს პირად სივრცეს მზერითაც არ არღვევს არავინ. ანუ ეგ თუ მართლა გინდა რომ შენ თავთან დარჩე მარტო გააზრებულად, აი მაგისთვის არის საქაურობა თავისი მთელი ამ ზამთრის სევდით და ბეტონის ცით. ბიჭო, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა კი არის კარგი, მაგრამ რაღაც ისეთებიც მოაქვს. გულისხმობ იმას, რომ რა ფიქრებსაც ადრე გაურბოდი, ყოველ შემთხვევაში ახერხებდი, რომ გადაგევადებინა ამაზე ფიქრი. იმიტომ რომ არჩებოდი მარტო. ხო, მაგიტომაც არჩებოდი, მე უბრალოდ ვეღარ გაურბიხარ მაგ ფიქრებს და რაზე გაფიქრა, ისეთზე, რაზეც აქამდე ფიქრი არ იყო შენთვის სასიამოვნო. იცი რა, ძალიან ბევრი რამ გავიაზრე, რაც ბავშვობიდან ანუ მაწუხებდა თუ რაღაცა სხვა პრიზმით მქონდა დანახული და ვიღაცებს, აი ჩემ მშობლებზე ვიყავი რაღაცებს ბევრ ამაზე ნაწყერი და რაღაცა ეგ პრიზმა თავში შევცვალე და გადავწყვიტე რომ ეს მათი ბრალი არ არის. ეს რაღაცა მოცემულობად მივიღე და შესაბამისად ამ ერთი პრიზმის შეცვლით იმ ბავშვობიდან დღემდე რაც მოხდა, მე ყველაფერი შეიცვალა. ანუ ცუდად მომხდარი რაღაცებსაც მათ ვაბრალებდი და ამ პრიზმას ვაბრალებდი და ეხა საერთოდ ეგ ჟანრის კანონია შვილისგან როგორც ეს. ხო და ძალიან მიხარია რომ აქამდე მივედი რომ ეს მივიღე საკუთარი თავი, მივიღე ეს ფიქრი, მივიღე ჩემი მშობლებიც და რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადავხარშე და ძალიან დიდი ლოდი გადავაგორე რა და შესაბამისად მგონია რომ მან ხდები ყველაზე კარგი მამა მომავალში, როცა საკუთარ მამას პატიობ იმას, რაც გონია რომ უპატიებელია თუ რაღაცა ამ შენს ბრძოლაში ხარ რა. და თუ გინდა რომ კარგი მამა გახდე, მაშინ და ეგ შანსი მიცე შენ თავს, პირველ რიგში ეგ უნდა გააკეთო. რა არის შენი ბავშვობის ყველაზე მკაფიო მოგონება? აი წარმოიდგინე რომ ავტობიოგრაფიას წერ რა, აი მიტანებული ხარ 80 დაახლოებით და შეიძლება 90. არა, შეიძლება უფრო ადრეც.
ეხლა ეს ბიოგრაფიას და აი ყველაზე ძაფრი მომენტი რითი დაიწყებდი. დავიბადე ამ წელი და არ დაიწყებდი, იმიტომ რომ თუ მაცდი რომ გასაგებია შენი გადაცემაა, მაგრამ თუ მაცდი. და ბაბუმას მიათეთ ჩამოიარა. ხო. ხო და ეხლა რასაც მანამდე გიყვებოდი და რაც ეგ ჩემი სევდა რაც იყო ჩემი მშობლების მიმართ რაც ყველაზე ძაფრად მახსოვს ის იყო რომ აი 92 წელი ხო ხვდები რა დრო არის და 3 შვილი ყავს დედა ჩემს და ეგ კადრი ძალიან ძაფრად მახსოვს ერთი დღეს რომ გავიღვიძეთ საერთოდ აღარაფერი რო აღარ იყო ტაბურეტკას კამის ამზარეულოს გადააბრუნა ამ ტაბურეტკას კამს ხო აქვს შემკვრელი ესეთი იმაზე რაღაც რკინა დადო ლამპა შედგა ქვეშ და კრუშკა დადგა ზე. ეს აგვიდუღა ჩაი. აი ეს ეპოქა არის რა და ამ დროს მე ძალიან დიდებული ურთიერთობა მაქვს ბიბეჭთან და ბაბაჭთან რომელიც ცხოვრობენ სამეგრელოში და ალბათ ვატრაკებ რომ მე ვარ ვაფშე მაგათი შვილი და მეგრელი ვარ და მაგათთან მინდა ყოფნა. და რავი შვილო თუ ესე ძალიან გინდა ცოტა ხანი ხო არ წახვიდოდი სამეგრელოში. და მე უცებ კადრი მახსოვს რომ მე და ბაბუჩემი ვდგავართ მატარებლის ბაქანზე. და მივდივართ სამეგრელოში. მაგრამ მე გზაში ვოცნებობ რომ ეს მატარებელი გაფუჭდეს ზესტაფონში სადაც ჩამოვალთ მივალთ მამაჩემის მშობლების სახლში და იქნებ უკან დამაბრუნებენ მაგრამ მატარებელი არ გაფუჭდა და წავედით სამეგრელოში და 2 წელი ცხოვრობდი აბსოლუტურ სამოთხეში მაგრამ ძალიან სევდიან სამოთხეში თან რა იმიტომ რომ აქ მინდოდა რა ჩემს და ძმასთან ერთად და რაღაცა მაგ პერიოდმა ცოტა ამომაგდო ამ თბილისური ცხოვრებიდან რა თქმა უნდა მე ჩამოდიხარ სკოლაში ბრუნდები მე მაგის ანუ მე არაფერი ბევრი არამე არაფერი აღარ მინდოდა მე და სულ რაღაცებს გაურბოდი და მას მე გაურბივარ რა და ხო და ეგ მატარებელი არის რეალურად შეიძლება ეს მატარებელიც უბრალოდ სხვა ამბავს ყვები მაგრამ სხვანაირად ფუთავ რა და ეგ ქარის წისქვილი არის რომ თერი ჩემი ცხოვრება როგორი რომანტიკოსიც ვიყავი და დედაჩემი რომ მეუბნებოდა რომ შვილო რატო არ მოგბეს და ამ ქარის წისქვილებთან ბრძოლა მეგონა რომ მართლა ბრძოლა იყო ქარის წისქვილებთან იმიტომ რომ მაშინ ხოდა ძალიან ხონდა წაკითხული და შესაბამისად ეგ ბავშვობის რაღაცებია რაც დამელექა და აგერ ცხოვრების მეორე ნაწილს რაღაცნაირად მაკვლობს უძღვნი რა ხო და ეხლა მაგას მაგამდე მივედი რომ ადრე თუ ამაზე ვბრაზდებოდი რატო გამიშვით ეხლა ხვდები რომ ჩემი გაშვებით უდიდესი ცხოვრებისეული მისიისთვის მომამზადეს ანუ ესე ადგე და წავედი ეხლა მე სოფელი ავაშენო ამას ვერაფრით ვერ გააკეთებ იმის გარეშე რაც მე მაქვს გავლილი ეგ თუ არ გაიარე იმიტომ რომ თან ბაბუჩემი შენებელი იყო სულ რაღაცას მიყვებოდა სულ რაღაცას მასწავდა ანუ 3 წელი საკუთარ სარჩოს ჩვენით მოვიპოვებდით. ანუ ყველაფერი მაქვს გაკეთებული იმისთვის რომ ადამიანმა იცხოვროს და ეს რაღაც თავისის მოიპოვოს რა. და ეს ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება. თან ძალიან პატარა ასაკში რა და შესაბამისად ეხა ძალიან მემადლიერები დედაჩემსაც, ბაბუაჩემსაც და ცხოვრებასაც რომ გზა გავიარე და უკან რომ დამამბრუნა ისევ იმ სევდით, იმ ტირილით, იმ ოცნებებით რომ აი დედაჩემი ვაგზავნიდა ხოლმე ჩანთაზე ჩანთაში რომ სუნავდა ეს სახლის სუნი რომ ჩამოქონდა ეგ მაგრამ ნუ გაიგაცი ხარ შენ ვა ეგ აი მატარებელი რო ახსენე მივხვდი რომ შეიძლება ბიჭო ეგრეა ხო ცხოვრება კაი რაცევლები მომადინე აუ ძალიან უნდა დღეს არ გავფუჭებული ყავი მაგრამ მაინც გავფუჭდი ბიჭო ეგ არ არის გაფუჭება. აუ. ხო და ისეთი ცხოვრება არის ეგ. რა გახსოვს ბებიისგან და ბაბუისგან თავარი დარიგებები? დღემდე რომ ბიჭო დღემდე ჩემთვის მორალური კომპასია ორივე. ბიჭო რას გულისხმობ იმას რომ იმ მაპატიე რომ შეგაჩერე უბრალოდ მინდა რომ შევასო ანუ დაახლოებით მივხვდი რა ეხლა რასაც გულისხმობ. ალბათ საუბრობ ადამიანებზე რომლებიც რთულ პერიოდშიც ადამიანებად დარჩნენ. ეგეთი ტიპები არიან ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟები, რა რომ როცა აი განადგურებულია და ყველაფერს ცეცხლი უკიდია გარშემო და რეალურად გააქვს უფლება რომ შენც დაყვე ამ უკუღმართ დროს, ხო? სადაც თავარი ბოროტი პერსონაჟი არის დრო და გაიძულებს რომ რაღაცები აკეთო, ცუდი. აი აკამორჩილაძეს აქვს ძალიან კარგი შესავალი გაკეთებული სამანიშვილის დედინაცვლისთვის და მან დამბობს რომ სინამდვილეში აქ ბოროტი ცუდი პერსონაჟი, ვილანი, უარყოფითი პერსონაჟი არის დრო და ჟამიო, რომელიც ამ ტიპს აიძულებს რომ ესე ყველა ნებისმიერ მათგანს აიძულებს რომ აკეთოს ის რაც აკეთოს რა და ხანდახან ეს არის ძალიან ცუდი რაღაცა.
როცა მაგ დროში ადამიანი ინარჩუნებს ადამიანობას და არ კარგავს და ებღაუჭება ბოლომდე. მორალურ კომპასზე ეგ გამახსენდა. ხო და ჩემთვის მართლა აი ადამიანობის ზეიმი იყო ორივე. თან რაღაცა ამ სოფელში ისევ ცხოვრობდით, რომ ძალიან გამორჩეული იყო ჩემი ოჯახი, ანუ ბაბუა ჩემი ჭყუარო ეკითხებოდათ, ექიმებია ჩემი, ბაბუა ჩემი ინჟინერი, რაღაცა ისეთი, აი ძალიან ამაყირო ხარ მათი შვილიშვილობით, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე რა და აი ძალიან ბევრი ეს იმერულმეგრული სინთეზიდან ჭამასმის, სიტყვა პასუხის, სიყვარულის და რაღაცნაირად რო ხვდები რომ ბებია და ბაბუა ეს ის დროა, როცა ადამიანი ხვდება რომ ეს სიყვარული რაც აქამდე იჩმინა და მოაკლო ვიღაცებს, ეხა დაზოგა, რაც დაზონდა აქ. ეხა აქ ბოლო შანსი რომ ჩაგათხლიშოს და მე ჩამათხლიშეს, აი იმ ხელას უყავი ჩამათხლიშეს, რომ შემეძლოს ამის გაყოფა ერთ სამთავობას ვამყოფინებდი რა. აი ეგ უპირობო სიყვარულის განცდა, მე მგონი ყველაზე მთავარი რაც მათგან დამრჩა რა. და ძალიან მინდა რომ ბაბუობამდე მივიდე და ეგეთი ბაბუობა შევძლო რა. ვა, დავფიქრდი დავსევდიანდი ერთი წამით რა ისე რომ პატარა შესვენება გავაკეთოთ რა ერთი წამით. ჩვენ ყავს ახალი პარტნიორი. გილოცა. მადლობა. ეს პარტნიორი არის ალტა, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ რუბრიკას, რომელსაც ქვია კონტროლ ალტი. რაც თავისთავში გულისხმობს ჩვენი რესპონდენტების ცხოვრებაში ახალი გაჯეტის მოწყობილობის, ტექნოლოგიური სიახლის გამოჩენას და იმ ცვლილებას, რომელიც მოიტანა ამ ტექნოლოგიამ ის ცხოვრებაში. რა იყო შენთვის ეგეთი დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი? რა სიძახი. კოსოვოდან რომ ჩამოვედი და არაზის ხელთან, სადღაც ნიკოლაძეზე იყო კომპიუტერები ესე ეწერა. მივედი და მე ძალიან ტექნოფობი ვარ. ანუ სინამდვილეში Pentium 4 ვარ ეხლაც. და რომ შევედი და აი ხოც რომ რაღაც მე მონაცემები რო წერია, რო ხვდები რომ რაც უფრო მაღალი ციფრი წერია, ეს იგი უფრო მაგარია და ამით ავარჩიე და თუ შეიძლება აი ეს მომეცით. ესე წამოვიღე სახში დიდი ეკრანით დაგორებით რო იქოქებოდა, ხო ეს დაგერეკა სადღაც რომ ინტერნეტი ჩაგერთო და რო დავჯექიდე ეს მაუსი და რო შარიკი ამოვიღე და ცოტა ხანი რომ ამას ვატრიალებდი და მე როგორ რაღაც ახალ სამყაროში რომ გამიხსნა ფანჯარა ამ ცისფერმა ეკრანმა რომლის მეერეც მაგ სამყაროში რაღაცნაირად ცურავ როგორ შემიძლია. ანუ ეგ Pentium 4 იყო ჩემთვის მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რითაც დღემდე ჩემი თავი შევქმენი. მანდ დავიწყე ხამე რო ვიჯექი და რაღაცა მაშინ მირკის დათვი რო საყვარელი და იცი კიდე რა ერქვა იმას Yahoo Messenger-ის კოცნები გახსოვს? კი, როგორ ხმაც კი მახსოვს, რაც მოყვება. ხო რა, იყო პორტალი იყო მაგ დროისთვის ეგ ძალიან ახალი და უცხოხილი იყო. 2 დღის წინ და 2 თვის წინ მოვიკითხე და დედაჩემ ამხა გადავაგდეო და აი სული გაყვა მაგ ჩემს ძველ პროცესორს, იმიტომ რომ იქ კიდე ბევრი კარგი რამის ამოქეკვა შეიძლებოდა და ძალიან დამენანა. ანუ ეგ არის ინსტრუმენტი რომელიც გამოდის დღემდე ახდენს, ხო, გავლენას შენ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, მაგ ინერციით მივდივარ დღემდე, რაც დავიწყე მაგ, ეგ ხმაც მახსოვს პირველად როგორ ჩაირთო რა. ცალკე ყველაფერი რო ირთო და კულერის ეგ შებერვის ხმა რო ისმის. რა გეყენა დესკტოპზე? დესკტოპზე ის რაც დესკტოპზე ეყენა. მინდორი, ხო? მინდორი. და მე მაგ მინდორში დავიწყე ცხოვრება. იმდენი ვიჩალიჩე მან და იმდენი ვატატუნე თითები, რომ მაგ Windows-ის ფოტოში ვცხოვრობ ეხლა. აჰა, მაგასაც კავშირი ქონია ესე იგი. გამოდის რომ შენ რაღაცა puzzle-ს აწყობ. კი. ეხლა მაგამდე მივედი. ამ გაცნობიერებებით რომ კი რაღაცნაირად ეს puzzle ეხლა შეიკრა რა. და დაალაგდა ყველაფერი და ეხლა როგორ ვარ იცი რომ აი შუახნის კრიზისი გამოეკანოს. ყველაფერი ანუ წინასწარ მოიმარაგე ყველაფერი იმისთვის რომ არაფერმა მაგამბავმა არ შემაწუხოს რა. ბუნკერში რო აქვთ ხოლმე მომარაგებული კონსერვები რაღაცები. და ეგრე მაგ ენერგო და მოუკიდებლობითა და იმით ვარ ავჭურველი. გამოდის რომ შენ შემთხვევაში ეგ Pentium 4 არ ყოფილა ხელწამოსაკრავი ამბავი. რა სისულელია, ხო გეუბნები ერთი იყო. დღემდე მაგ Pentium 4-ზე ვზივარ, როგორ ჯიბეში მიდევს ეხა რა. იყო.
იცი რა, სოციალურ ქსელში შენი პერსონაჟის შექმნის ამბავია კიდე საინტერესო. ადამიანები განსხვავდებით ხოლმე იმისგან, რაც ვართ ვირტუალურ სივრცეში. რამდენიც არ უნდა ეცადო, ყველა შემთხვევაში ცდილობ ხო, რომ იმაზე უფრო სხვანაირი, იმაზე უფრო უკეთესი, უფრო საინტერესო გამოჩნდე, ვიდრე თავს გრძნობ და ხარ. გაქვს მაგის შანსი რა, ზიხარ სახში ჩუსტებში გაქვს ფეხი გაყრილი და ხო. როგორ გამოვჩნდე უკეთესი. შენ ლეილას ადმინი კიდე ხარ? ოკეი. ხარ? პერიოდულად გაბრიაძის სიყვარულით მაგით დავიწყე ხო იცი ეგ კაი გადაძახილები გქონდათ. იცი რა, მარტო გადაძახილები. მაგაზე როგორ იყო, ანუ შეთანხმდით თუ დალაგდა ეგრე. მე ისე მევასება გაბრიაძე რომ თხოვე რომ მე ვიქნები ამ კაფის, ან მე გავაკეთებ ამ სოციმედიას იმედიით რომ გაბრიაძესთან რაღაცა ეგ თემა მომწონდა რომ შემეძლო ეგ დიალოგი შემექმნა და ფლირტი ხო რაღაცა თან კაფეს რო ლეილა გამოცეკვება რომ შეგიძლია რაღაცა ქალის იმაში შეხვიდე და იქიდან ან დღემდე ვიღაცებს გქონდათ რომ ვიღაც გოგო წერდა რა ხო და ძალიან გულდასაწყვეტია რომ იქიდან თან მართლა სიტყვის ოსტატებისგან რომ არ იყო პასუხი თან მე როგორც არცემდნენ დროს მე როგორც გავიგე ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოც მივიდა და შესთავაზა რომ მოდიო რაღაცა პასუხები ხო არ გავაჩაღოთ გამოვეცეკოთ გამოვითამაშე იმათმა არაო და გამოცეკო ეგ პანდემიის დროს ეს ჩემი შექმნილი პროდუქტია ვინც არის ის თამამა ჩემია ვთქვა რომ დათო შვილო გამოდი დამინჯერე ცოტა ხანი ესე გავაკეთოთ და რაღაცა ეგრე გავხურდით არაფერი არ დაიჯეროთ რაც აგამბიქო ხალხო სუტყუილი ყოფილა ანუ ჩემ თვალწინ იტყუებ სკრინებს ამოვიდებ როგორ კერავდი ამ ყველაფერზე რომ ამას ძალიან ერიდებოდა მოკლედ ეს რაღაცა ინფლუენსერული ამბები რა და მაშინ შანსი იყო იმისი რომ რაღაცა ამ გაჭიროებაში რაც პანდემია მოიტანა როგორ ჩამოჯდა ჩამოგიჯდებია გადი აი და შენი იდეა ხო და არა მართლა ჩემი შექმნილი პროდუქტია თორე ვინ იყო ეს რაღაცა ბროლიც ბუთი იცნობდნენ მარტო რა ხო მოკლედ ამბავი ხო რა პანდემიაზე სადღაც რაღაც გადაცემაში ვიყავით რო დაიწყო და გადაცემაში მიგვიწვიეს რომ უკვე ამბავი გქონდა მართალია მაგრამ იცი როგორი ამბავია მე როგორც მახსენდება რა ეგ ანუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვიყავი და აღმოვაჩინე რომ შენც ეგრე იყავი მე რომ იმდენად გაუცნობიერებელი საფრთხე იყო მე ეგრე მემართება რომ როცა რაღაცი ძალიან მეშინია და არც კი ვიცი ეს საფრთხე როგორ მოდის და რითი შეიძლება გაუმკლავდე რომ იძულებული ვხდები რომ ვიხუმრო. ზუსტად. და ჩემთვის ხუმრობა ხდება ხოლმე თავდაცვის ყველაზე ეფექტური. ზუსტად ეგ იყო და უბრალოდ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ ერთმანეთისთვის რაღაცა ამ ხელაზეც გამოვიწვევდით, იმ ხელა პასუხი გაგვეცა. შუტკა გახსნილი როგორც. შუტკა იყო ბოლომდე გახსნილი და შესაბამისად მე მგონი პანდემიაში ყველაზე მეტი ფოლოვერი დაგვემატა ამ ჩვენი რაღაც სისულელეების გამო და დღემდე მესმის ეგ ფრაზა ადამიანებისგან რომ თქვენ გადაგვატანინეთ პანდემია. ხო, ეხლა ძალიან ისი მადლობა. კარგად იყავით? აღარ დაგაჭიროთ, მოდი ეს. აღარ დაგაჭიროთ ჩვენი. მაგრამ ეგ კაი ხანს გაგრძელდა. არა, მე რაღაცებში გადაიყვარა კაც პანდემია დაიწყო და მე რაც კი ხდებოდა ხოლმე მნიშვნელოვანი აქტუალურის მიმართ იყო რაღაცნაირად ორივესგან ეგ ის რომ რაღაცა ჩვენთან ძალიან ხშირად წერდნენ რომ ირაკლის და დათოს ხო არა ეს გამოჩენი ადრე არის ოიმაში ბამუკა ბერიკასთან ეპიზოდში შენთან ჩავწერ ეს სიმსუბუქეში არის კაცო ჩანდა იმაში და სპეციალურად მუღამიც ეგ იყო რომ რაც შეიძლება ხანგრძლივად გაგვეწელა ჩვენ გაფრინდაშვილის ჩაწერა იმიტომ რომ ბევრი ელოდა და რამოდენიმე ტიზერი რაც ყოფილა რომ არ ჩანდა სტუმარი ვიღაცები წერდნენ რომ ხო და მუღამიც ეგ იყო რომ მე არ ყოფილიყავი არ აღმოჩენილიყავი შენ და აი ბოლოს მე დღემდე მგონია რომ ეხაც არა ვარ და გადაგდებული სტუმრის ბიჭო ბოლოსთვის მოგიტოვეთ რა როცა ყველაფერი მთავრდება მე არ მიყვარს მეგობრებთან ინტერვიუების კეთება იმიტომ რომ არის რაღაცები რასაც რა გაურბიხარ შენ თვითონ და არ გინდა რომ რაღაცებზე ჩააჭირო ამიტომაც რაღაც დოზით უკვე წაგებული ამბავია მეგობრებთან ინტერვიუის კეთება მაგრამ თუ დაინახავ შემხედრ გულწრფელობას ეგ მაგრა ასწორებს და მაგას მაყურებელი ამჩნევს ხოლმე და მართლა კარგი გამოვა ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ რამდენიმე ისეთი გულწრფელი ეპიზოდი იყო რა, რომელიც ხელობას ძალიან ჭირდება ის ტექნიკა, რასაც შენ ფლობ რესპონდენტის გახსნაში და მეც როგორ არ გითხრა ეკათინაური
მადლობასთან ერთად ასე ვახოთ ერთმანეთი ვაფეროთ და მადლობა კაი კაცი ხარ წარმატებული შენ მადლობა ჩემო ძმაო კარგია ეხლა შეგვიძლია დავტკბეთ კარგამინდიანი ბერლინით კარგამინდიანი ბერლინი არის იშვიათი და საოცარი ამასთანავე და განსაკუთრებით საოცარი ხო იცი იშვიათი უნდა იყოს. ის არაფერი უხდება ბერლინში. ბიჭო, ბერლინში არ ვიცი მე რამდენად ვარ. რიგით შეიძლება, არ ვიცი, 20 ეულს შეიძლება გადაცდა. აი ეგრე დაახლოებით რა მან ტრიალებს. და აი ამ ჩამოსვლაზე სხვა შორის წინაზეც მივხვდი რომ ეხა რაც ადრე გიყვარდა იმაშობოდა შეიძლება ტანჯვა გამოიწვიოს, იმიტომ რომ დრო რო გადის და წლები გემატება არ გაკლდება. და ღამის ტეხვა აღარ შეგიძლია და წელი დაგიხურებს და ნაბახუსები უკვე სიკვდილის ტოლფასია რაც ადრე გახსენდებოდა ზეიმად და საოცარ თავგადასავლად ეხა ისიც კი კტანჯავს გარდა იმისა რომ გამეორება აღარ შეგიძლია ეხა ხო აქ ცხოვრობ და ამდენი ხანი აქ ვარ იმის 1%-იც არ ჩამიდენია რასაც გიგულავია ხო რა ის გამოს დავდიოდი ხოლმე მაგრამ იმას რა ქვია მოსასხდომს და ყოფეს დასალევ ადგილს და სასაუბროს ჩვენ აუცილებლად ვიპოვით. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ ხნის განმავლობაში. აბა თქვენიც. გემში დავუვით. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა. ნატუნაც რომ მოუნდა რომ სტენდაპი ჩავწერო, რატომ უნდა შევეწირო მაგას? იო. დილოცავთ. დიდი მადლობა. ჩემს ფიქრებს აგერ თაროზე ჩემს სიტყვებს გვერდზე მიულაგებ მოდის თქვენი საყვარელი ტექნიკები. თუ გიგაიაზრებ თვალებს, ხელებს დაგიქნევ. ნახვამდის მე აღარ მოვალ და შენ მარტო დარჩები. ნახვამდის ყველას გიხდით მოძიო მეთი აგვასალია ვარ შეგიძლიათ მომდევნო ნახევარი საათი ჩემთან ერთად გაატაროთ. ხავა ხო არ დაგველიათ, გაგითავდე ჭკვიანანი ხალხი. დაგველები დაწყებ მომენტი, როდესაც უნდა დაგემშვიდო. საწყენია ჩვენს ვითურგუნებით, მაგრამ აი რაც გითხრათ. გვაქვს ერთი-ორი კაი სიმღერა, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ხოლმე და გაგვიხსენოთ. აი ხა მივხვდი რომ აჯობია მუსიკაზე თავისუფლება. ბერნარდო. ეს არის მოკლედ ლეგენდარული ბერლინ. ხოდა ერთად სიმღერა. ნახვამდის კიდე ერთხელ სალამი. დავწერ და შენ ანაირი ხალხი ხართ ეს ჟურნალისტი იქნებ რაზე ლაპარაკობს 24 წლის გაზაფხულს ეწოდა ქართული გაზაფხული. რა გენატრება იმ პერიოდიდან ყველაზე მეტად. ნახვამდის გათავდა ბრძოლა და შენ 113,000 ადამიანს მოგცეს ხმა. დაუთმოდე და ოთხი გავდი. აი ეს არის ჩვენი მაყურებლები. ეს ლინჩიშიც. რა ხდება რაზე მუშაობ? ნახვამდის აჰა. ხედავ, გამარჯობა სულ თელს უმატებ. მე აღარ მაგრამ და შენ მარტო დარჩები შენ მარტო დარჩები ნახვამდის რომელი მხრიდან მოვიდე? გვირგვინები გვაქვს ჩავუდგა და შენ ჟურნალისტმა კაცმა ეს სპორტული გაზეთი შოუში მომიცინი ნახვამდის დანაშაულის ადგილას ყოველთვის ბრუნდება დროთოინდია და შენ მარტო
გაჩარი ზედაპური რეჟისორულ ხერხებს. არა გადასარევი სხვათაშორისო ეხლა დავიდე. ეხლა ის მე ვიყავი და ისე. სექტა ბესკარა. არა, ჩვენ მართლა ისე შემოვხდით. არაფერი კარგად. ამას ველოდი ყველაზე მეტად წარდგენას და ამის გარეშე დავჭი. წერტა უცებ და მოდის. ვიცი, გონია ბევრი სწრაფი შეკითხვა, რომელზეც შეიძლება ქალაქი ეგრეგია. ლექტორი, პროფესორი, ნებისმიერი რამის გასარკვევად მოდიხართ ჩემთან. მე. ზუსტად ვარ დატო გორგილაძე. მადლობა. როგორც მისლის ნამქერი ჩამოვზით ნაფერი ელოებდა ნაპირის ამუდამ მხარეში არ ჩანდა შენაფერი ვერ ნახე ვერაფერი ცირდა მიუსაფარი თუმარების გარეშე და სიცივის შეიძლება კიდე კლაპი თუ მოხსა. ამუდამ მხარეში სიმწოხარ ადარდე. აფხაიზე. წევხარ ცივსამარეში სამარეში და სუსუხ სახეების ჩონჩხიანი დღეებით უსუდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან სიზმარიან ჩვენებით ჩემი ლურჯა ცხენებით ჩემთან მოესვენებით ყველანი აქ არიან